საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი. საქართველოს პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით ევროპის 35 ქვეყანას შორის 30-ე ადგილს იკავებს. საქართველოზე დაბალი განაკვეთი 5 ქვეყანაში მოქმედებს. შესაბამისი ანალიზი ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Tax Foundation-მა გამოაქვეყნა. 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 170 ლარით და 80 თეთრით გაიზარდა და 2367 ლარს გაუტოლდა, ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1847 ლარი და 30 თეთრი შეადგინა. 2024 წელს საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 76 მილიარდ 100 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 11 მილიარდ 800 მილიონი ლარით მეტია 2023 წელთან შედარებით. 2025 წელს საქართველოს მიერ უცხოეთიდან გამოწერილი ამანათების რაოდენობა გაორმაგდა და 15 მილიონ 100,000 მიაღწია. ამანათების საერთო ღირებულება კი მილიარდ 400 მილიონი ლარი იყო. მოგესალმებით, ეს საქმიანი საღამოა, გადაცემა რომელშიც ბიზნესსა და ეკონომიკაზე ვსაუბრობთ. ჩვენი გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და გიორგი არონია ვართ. დავიწყოთ. ქართველი ეკონომისტების პროგნოზით წელს ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 3,9%-ით გაიზრდება. ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიმართულებით ეკონომისტებს, მთავრობის წევრებს და ფინანსურ ინსტიტუტებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. როგორც PMCG-ს მიერ გამოქვეყნებულ ბიულეტინში ვკითხულობთ, კვლევაში, რომელიც მიმდინარე წლის პირველ კვარტალს მოიცავს, ეკონომისტებმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ნეგატიურად შეაფასეს, როგორც მოკლევადიან, ასევე 6-თვიან პერიოდში. ეკონომიკური ზრდის შენელებასთან ერთად ეკონომისტები ინფლაციის ზრდას, ქართული ლარის ძირითად ვალუტებთან გაუფასურებას და იმპორტ-ექსპორტის შემცირებას პროგნოზირებენ. ეკონომიკაზე მოქმედ ნეგატიურ ფაქტორებს შორის ეკონომისტები პოლიტიკურ კრიზისს, USAID-ის დახმარების შემცირებას და რუსეთ-უკრაინის ომს ასახელებენ. როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის არსებული ჯარიმების ზედაზღვარი საზედამხედველო კაპიტალის 1%-მდე გაზარდა, ანუ გაათმაგა. მარეგულირებლის ამ გადაწყვეტილებას დღეს კერძო სექტორის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. როგორც საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე BMG-თან ამბობს, ჯარიმის მოცულობა ამ დრომდეც დიდი იყო, მაგრამ მოცულობაზე მნიშვნელოვანი მისი თქმით თავადის პროცესი და მისი გამჭვირვალობაა, რომელსაც ეროვნული ბანკი დანერგავს და აღასრულებს. საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი იმედს იტოვებს, რომ მარეგულირებელი სანქციების შესახებ ბანკებს ახლაც წინასწარ გააფრთხილებს. არსებობდა გარკვეული რეკომენდაციები, რომელზეც გრჩება კლავინდებრად იმედი, რომ დაზუსტებები მოხდება სხვადასხვა მიმართულებით. ჯარიმები არც 0.1% კაპიტალიდან არ იყო დაბალი ჯარიმა მერწმუნედ და აღნიშნული ჯარიმის ამოქმედების წინაპირობა, როგორც წინა პერიოდში არ არსებობდა, ასე ვთქვათ, იმედია, რომ მომავალშიც არ იარსებებს. მოცულობაზე უფრო მნიშვნელოვანი აქვე აღნიშნავდი, რომ არის ის პროცესი და პროცესის გამჭვირვალობა, რა პროცესით მოხდება აღნიშნული ჯარიმების ამოქმედება. წინა პერიოდში, რა თქმა უნდა, არსებობდა პრაქტიკები ამ თვალსაზრისით და ეს პრაქტიკა გულისხმობდა პირდაპირ თქვათ არ იყო ხოლმე აღნიშნული ჯარიმის ამოქმედება, იყო გაფრთხილებები, იყო ესე ვთქვათ მითითებები და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა ვთქვათ არა აღნიშნული, არამედ ნებისმიერი სანქციის გამოყენება. აქედან გამომდინარე, ამ თვალსაზრისით იმედი გვაქვს, რომ ზუსტად იგივენაირად იქნება განხორციელებული. ბოლო დროს ეროვნულმა ბანკმა კანონმდებლობა უძრავი ქონების ბაზრის მიმართულებითაც შეცვალა და იპოთეკის დაკრედიტების რეგულაციები გაამარტივა. ამ მერიდან იპოთეკურ ცეცხლში შესაძლებელი ხდება პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10% და არა 15%, როგორც ეს მაგალითად უწინ იყო. კიდევ ერთი ცვლილებით ასევე მარტივდება ბინების შეძენა ემიგრანტებისთვის, რადგანაც უცხოეთში მიღებული შემოსავლების დადასტურებით გაცემულ იპოთეკაში მინიმალური შენატანი 30%-ის ნაცვლად 20%-ით განისაზღვრა.
გადაუხვრა. კერძო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილის შეფასებით გადაწყვეტილება კარგია, მაგრამ ის უძრავი ქონების ბაზარზე დაწყებულ კრიზისს ვერ განმუხტავს. შესაძლო კრიზისიდან გამოსვლის საშუალებად MK Development Group-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ აუცილებელია SEB-მა სექტორისთვის 2019 წელს ამოქმედებული დაკრედიტება გააუქმოს. ეს რა თქმა უნდა კარგია, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს უფრო ადრე უნდა გაკეთებულიყო, იმიტომ რომ ბევრი მიზეზებიდან გამომდინარე თქვენ ხედავთ რეალურად ბიზნესი ვერ გამოვიდა აი ამ შოკის მდგომარეობიდან, მათ შორის ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო. თბილისში გაყიდვები შარშანდელწლიურ გამოჩვენებელთან 7.5%-ით იყო შემცირებული, ხო? თქვენ წარმოიდგინეთ, თბილისი ყოველთვის დინამიკაში იყო, ესე იგი, ყველაზე მსხვილი ამ მიმართულებით, ესე იგი, აქტივობის თვალსაზრისით ქალაქი და ბუნებრივიც არის, რატომ? იმიტომ რომ ქალაქად ცხოვრება და ქალაქში ბინის შეძენა ყოველთვის უფრო მოთხოვნადი იყო და ყოველთვის უსწრებდა ხოლმე თბილისი, ყველა სხვა და თბილისი და ბათუმი იყო ეს. და როდესაც თბილისში უკვე ეს მოცემულობა არის, ხო, საცხოვრებელი და უძრავი ქონის გაკეთების თვალსაზრისით, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი რთული მდგომარეობა იქნება უკვე რეგიონებში. მე გეუბნებით, ჩემი პირადი შეხედულება არ არის მარტო ეს. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში აი ეს პროცესები გამოიწვია ზუსტად იმან, რომ ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა სახელმწიფომ ევროკავშირთან ურთიერთობაზე თქვა უარი, შესაბამისად ჩვენი ქვეყნის უძრავი ქონების საინვესტიციო ბაზარი აღარ არის ისეთი მომხიბვლელი, როგორიც იყო მანამდე, როგორც უცხოელებისთვის, ასევე მათ შორის რაც არ უნდა რუსეთის მოქალაქეებისთვისაც, იმიტომ რომ რუსებს თუ რუსეთში უნდა ცხოვრება, რუსეთში იცხოვრებენ, ან საქართველოს რუსეთში არ უნდა. შესაბამისად, ყველას ვისაც ფული აქვს, უნდა რომ ნათელ მხარეს დააბანდოს თავის ინვესტიცია. ამიტომ ჩვენი ბუნდოვანება ქმნის აი ამ პრობლემებს ბაზარში და სწრაფად უნდა მოხდეს ერთი სიტყვით, დაალაგება ურთიერთობის სწრაფად ევროკავშირთან, მეორე, SEB-მა მაქსიმალურად ეხლა ამ სიტუაციაში უნდა გაუქმოს მათ შორის ის რეგულაციები, რომელიც 2019 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო და უნდა აუცილებლად დაბრუნდეს პასუხისმგებლობის დაკრედიტებაზე გულისხმობ. ამიტომ უნდა დაუბრუნდეთ რეალურად იმ რეგულაციამდე არსებულ პერიოდს და ადამიანების დაკრედიტება უბრალოდ უნდა გავხადოთ მარტივი და არ უნდა დავიწყოთ მათი ასეთი შემოსავლების მკაცრი შესწავლა. უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მდგომარეობა BMG-ის ეთერში PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა შეაფასა. გიორგი ხიშტოვანის შეფასებით ბაზარზე რისკები გაზრდილია, რადგან მომხმარებელთა დიდი ნაწილი მოლოდინის რეჟიმში გადავიდა, ხოლო ბანკები ახალ პროექტებს აღარ აფინანსებენ. ეკონომისტის შეფასებით ამ ორი ფაქტორის ერთობლიობამ შესაძლოა კომპანიებს კაპიტალის შიმშილი გაუჩინოს, რაც ბაზრის აფეთქების წინაპირობა იქნება. მე ვხედავ რისკებს, გულწრფელად რო ვთქვა. და განსაკუთრებით მაფიქრებს, აი რა სხვადასხვა ანგარიშებში ვხედავთ, რომ ერთი მხრივ აშენებული ასე ვთქვათ კორპუსების დიდი ნაწილი გაყიდულია, მაგრამ ვხედავთ ასევე იმას, რომ ინტერესი, ბოლოს კალს ჰქონდა თუ სწორად მახსოვს, ინტერესი ასე ვთქვათ უფრო არის აშენებულ კორპუსებში და შედარებით სკეპტიკურად აფასებს მომხმარებელი, ასე ვთქვათ, ისეთ მშენებლობებს, რომელიც ჯერ არ დაწყებულა. აი ეს უკვე არის ჩემთვის პირველი სიგნალი იმის, რომ უკვე მომხმარებელიც პოტენციური ინვესტორი ამ შემთხვევაში უძრავ ქონებაში უკვე მასაც შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რომ შესაძლოა ის, რა ვიცი, 40 სართულიანი კორპუსი, რომელშიც მე ვყიდულობ ბინას, აშენდება თუ არა. აი ეს თუ გაჩნდათ ათია, რომ რეალურად ერთი მხრივ ესეთი რაღაცა კაპიტალის სიმშიმშილი გაუჩნდა სამშენებლო სექტორს. და წვდომა კაპიტალზე შეეზღუდა და ამავდროულად რისი ნიშნებიც არსებობს და მეორე მხრივ მომხმარებელი უკვე დაეჭვდა და დაიწყო ფიქრი, მოდი თუ ვიყიდი აშენებულს, ანუ რაღაც მხრივ გადაავადა თავისი ინვესტიცია და თქვა რომ მირჩევნია ცოტათი ძვირი გადავიხადო აშენებულ კორპუსში, ვიდრე ნაკლები გადავიხადო ისეთში, რომელიც ჯერ არ დაწყებულა ან არის საწყის ეტაპზე. აი ვიღებთ რაც თამაშს, რომელშიც ყველა რაღაცას ელოდება და ამ ლოდინში შეიძლება ბაზარი გასკდეს. დამწუხარად ჩვენ ისეთი დეტალური ინფორმაცია ფინანსურ სტაბილურობაზე და იმ ბუფერებზე, რაც სამშენებლო კომპანიებს გააჩნიათ, თუ გააჩნიათ, არ გვაქვს. ანუ თავარი კითხვა დღეს, რაც ანალიზისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი, არის რამდენად კაპიტალით უზრუნველყოფილი არის სამშენებლო სექტორი, საკუთარი კაპიტალით, იმისთვის რომ მოახერხოს იმ მშენებლობების დასრულება, რომელიც დაწყებული აქვს. თუ ეს ასეა,
მაშინ რისკები მცირე არის და ამის დადასტურება ის იქნება, რომ მიუხედავად შეჩერებული ან შენელებული უფრო გაყიდვებისა, დავინახავთ, რომ მშენებლობები გრძელდება და სრულდება. ეს იქნება კარგი სცენარი. რამდენიმე დღის წინ თბილისში წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს იგივე ბარტას რიგით მე-6 ცერემონიალი შედგა, რომლის ორგანიზატორებმა ღონისძიება საქმიან დილაში შეაფასეს. ჯილდოების ცერემონიალი ტრადიციულად მსოფლიო ბანკის ფინანსური და მდგრადი განვითარების ანგარიშგების რეფორმების ცენტრის ბუღალტრული აღრიცხვის აუდიტის და მდგრადი განვითარების ანგარიშგების პროგრამის ხარდაჭერით განხორციელდა. როგორც ირინა გორდელაძემ საქმიან დილაში განაცხადა, კომპანიების მიერ წარმოდგენილი ანგარიშგებები წლიდან წლამდე უმჯობესდება, ხოლო კონკურსის მიმართ ინტერესი. ძალიან კარგად ჩატარდა წელსაც ტრადიციულად ბარტას ღონისძიება, მიუხედავად იმისა, რომ გადადება მოგვიწია და დეკემბერში არა და თებერვალში ჩავატარეთ, წელს რეკორდული რაოდენობის დამსწრე საზოგადოებაც ყავდა, ინტერესი კვლავაც დიდი არის, უფრო მეტი და მეტი კომპანია არის ჩართული და აქვს სურვილი და მისწრაფება, რომ მოიპოვოს ეს ჯილდო და პრიზი, რაც რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ ამ მთელი წლების განმავლობაში ჩვენ ჟური, ბარტა ჟური ვაკვირდებით დინამიკას, ანგარიშების ხარისხის გაუმჯობესების დინამიკას და მინდა აღვნიშნო, რომ წლიდან წლამდე მართალია ინკრემენტალურად, მაგრამ მუდმივად იზრდება. ქულების მიხედვით შეგვიძლია შევაფასოთ, რომ არის ზრდა. გარდა მაგისა, წელს კომპანიების დიდმა უმრავლესობამ თავისი საუკეთესო, ყველაზე მაღალი ქულა დადო, რაც ძალიან სასიხარულოა, ვინაიდან, რა თქმა უნდა, ამ კონკურსის მიზანი სწორედ ეს არის, რომ წავახალისოთ კორპორაციული ანგარიშგების განვითარება და გაუმჯობესება ჩვენს ქვეყანაში. გასულ წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ არასრული 12 მილიარდი ლარი იმატა და 66 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ გასულ წელს ქვეყანაში სწორედ ამ მოცულობის ფსონები დაიდო და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე მდგრადად იზრდება. თან ზრდა რეგულაციების გამკაცრების მიუხედავადაც ჩანს. 2023 წელს საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. თუკი მანამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10% იყო, ის 15%-მდე გაიზარდა. მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით დაიბეკრა. 2024 წელს აზარტულ ბიზნესში 20,951 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასი იყო 3,244 ლარის ტოლი. საქართველოში 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი მოქმედებს და მაჩვენებლით საქართველო ევროპის 35 ქვეყანას შორის 30-ე ადგილს იკავებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაზე დაბალი განაკვეთი მხოლოდ 5 ქვეყანაში მოქმედებს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, იგივე OECD-ის წევრ ევროპულ ქვეყნებს შორის საშუალო განაკვეთი 2025 წელს 42,8%-ია. ყველაზე მაღალი განაკვეთი დანიაში აქვს, სადაც ის 56%-ის ტოლია. მეორე ადგილს საფრანგეთი იკავებს, სადაც მაქსიმალური გადასახადი 55%-ია, როდესაც მესამე ადგილზე ავსტრიას ხედავთ 55%-იანი გადასახადით. ყველაზე დაბალი საშემოსავლო გადასახადი ჩეხეთში, ესტონეთსა და უნგრეთში მოქმედებს. 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი არასრული 171 ლარით გაიზარდა და 2367 ლარს გაუტოლდა. გენდერულ ჭრილში კაცების საშუალო ხელფასი ტრადიციულად უფრო მაღალია, როცა ქალების შემთხვევაში ის 1857 ლარის ტოლია. ორივე შემთხვევაში საშუალო ხელფასი საკმაოდ მკვეთრადაა გაზრდილი. ყველაზე დიდი ხელფასი ტრადიციულად საშუალო ბიზნესში ფიქსირდება, რომელსაც დიდი და მცირე ზომის კომპანიები მოსდევენ. ხელფასთან ერთად გასული წლის მეოთხე კვარტალში ასევე გაზრდილი ბიზნეს სექტორის ბრუნვა, რომელიც 62 მილიარდი ლარის ტოლია. საქართველოში შექმნილ რეალობაზე, ქვეყნის ეკონომიკაზე და ბიზნესზე საუბარი BMG-ზე საქმიანი საღამოს დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან სწორედ ეს თემაში ერჩია თელარ გელანტიამ წერტილის დღევანდელი ეპიზოდისთვის, რომელიც საღამოს 10:30-ზე დაიწყება. ვნახოთ გადაცემის ანონსი, რომლის შემდეგ მოგიყვებით თუ რა ხდება ბირჟებზე.
შემუშავებულია წინადადებები ქონების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებით. მსგავსი მოდელი მოქმედებს ესტონეთში, ფინანსთა სამინისტრო. რატომ საჭიროებს ქონების გადასახადის არსებული მოდელი რეფორმირებას, რომელზეც მთავრობა 2023 წლიდან საუბრობს? რა არის ქონების გადასახადის ესტონური მოდელის მთავარი არსი და რა შეიძლება მიიღოს რეფორმით როგორც ქვეყნის ეკონომიკა, ისე თავად ქონების გადასახადის გადამხდელმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა. დღეს 21 საათსა და 30 წუთზე საგადასახადო კონსულტანტი ირაკლი შავიშვილი წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. საქმე საღამოს საფონდო ბირჟებზე საუბრით ვაგრძელებთ და დღესაც უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისევე როგორც წინა დღეებში ოლსტრიტის საფონდო ბირჟაზე გვაქვს უკიდურესად ნეგატიური განწყობა. დაღმასვლა გრძელდება, ძირითადი ინდექსების ღირებულება მცირდება და მსხვილი კომპანიების კაპიტალიზაცია ეცემა. სამწუხარო ვითარება უკვე იმდენად არის გამწვავებული, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოლსტრიტის საფონდო ბირჟა უკვე ოფიციალურად არის გადასული კორექციის ფაზაში, რომელიც როგორც გითხარით, ამ წუთებში გრძელდება და მაგალითად ამჟამინდელი მდგომარეობით 500 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია ამერიკაში არის შემცირებული 1%-ით. ასევე საკმაოდ სერიოზული კორექცია აქვს Dow Jones-ის ინდექსსაც, დამატებით 0.5%-იანი, Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის შემთხვევაში კი ვარდნა არის დამატებით 1.51%. საერთო ჯამში ეს ვითარება არის განპირობებული ამერიკაში არსებული ვითარებით და მათ შორის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებით, რომელმაც მოგეხსენებათ პარტნიორი სახელმწიფოების წინააღმდეგ სავაჭრო ტარიფები დააწესა და ამით წამოიწყო სავაჭრო ომი. ტარიფების დაწესება არის ისეთი მოვლენა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკისათვის გრძელვადიან პერსპექტივაში არის ყოველთვის საზიანო, რადგანაც ტარიფების დაწესება იწვევს ბაზარზე ფასების ზრდას, ფასების ზრდა კი თავისი არსით იწვევს ინფლაციის დაჩქარებას. როდესაც იმატებს ინფლაცია, მომხმარებლებს ნაკლებად რესურსები რჩებათ სხვა რაღაცაზე ფულის დასახარჯად, ანუ ამითი კომპანიები ნაკლებ შემოსავალს მიიღებენ. ამის შემდეგ უკვე ინფლაცია იმდენად დიდი პრობლემა ხდება, რომ ფედერალურ რეზერვს, ანუ ქვეყნის ცენტრალურ ბანკს უწევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ანუ კრედიტის გაძვირება. თავად ეს მოცემულობა კი ინვესტორებისათვის არის უკიდურესად არახელსაყრელი, რადგანაც ძვირი კრედიტი ნიშნავს ნაკლებ ხელმისაწვდომობას კაპიტალისათვის. სწორედ ამ ნეგატიური განწყობის ფონზე ხედავთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საფონდო ბირჟას აქვს ძალიან ცუდი შედეგები და სავარაუდოდ ეს ტენდენცია იქამდე გაგრძელდება, სანამ ან ტრამპი არ შეცვლის გადაწყვეტილებას, ან ტარიფების საკითხთან დაკავშირებით სხვა სახის გადაწყვეტილება არ გამოჩნდება. თუ რა გადავინაცვლოთ ევროპასა და აზიაში, სადაც ვითარება ამ ეტაპზე არის შედარებით უკეთესი. ევროპის შემთხვევაში 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია 0.14%-ით არის გაზრდილი. შანხაის ინდექსთან მიმართებითაც ასევე პოზიტიური შედეგი გვაქვს, 1%-ზე მეტი ამატება, ხოლო ნიკეის ინდექსის შემთხვევაში ზრდის მაჩვენებელი 0.76%-ია, თუმცა მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განწყობა საფონდო ბირჟებზე არის საკმაოდ ნეგატიური. ასევე არასახარბიელო განწყობა არის ნავთობის ინვესტორთათვის, რადგანაც ერთი კვირის განმავლობაში ნავთობი 6%-ით გაიაფთა, თუმცა მომხმარებლებისთვის, ანუ ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა სასიხარულო ამბავია, რადგანაც რამდენიმე კვირაში ნავთობის გაიაფება იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე საწვავი აუცილებლად უნდა გაიაფთეს. ამჟამად მაგალითად ბრენტის ფასი $69-ია, WTI-ის ღირებულება კი $66 ფარგლებში მერყევს, რაც ერთწლიან პერიოდში ლამის 16%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ასევე კორექცია გვაქვს რუსულ ნავთობთანაც, ურალის შემთხვევაში ფასი $65 ფარგლებშია, კორექცია კი შეადგენს დაახლოებით 3%-ს. ბუნებრივ აირზეც უნდა ვისაუბროთ. ამ შემთხვევაში ვარდნა არის 8%-ის ფარგლებში, როგორც ხედავთ, ამჟამად მეგავატის საათი ენერგიის ფასი შეადგენს დაახლოებით 38 ევროს. ერთვიან პერიოდში ბუნებრივი აირი, როგორც ხედავთ, 31%-ით არის გაუფასურებული. ოქროს რაც შეეხება, მისი ფასი არის მზარდი და ამჟამად უნცია მეტალის ფასი $2017 შეადგენს. ეს არის, როგორც ხედავთ, ერთწლიან პერიოდში თითქმის 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელი, ვერცხლთანაც დაახლოებით ანალოგიური შედეგია. კრიპტოინდუსტრიაზე უნდა გადავინაცვლოთ, რომელსაც ამ წუთებში შედარებით კარგი ვითარება აქვს, ვიდრე გუშინ მაგალითად, რადგანაც ბაზრის საერთო შეფასებამ $3.90 მილიარდ მიაღწია, მატება არის 1%. ბიტკოინის ფასი ამ ეტაპზე 90,300-ია, ეთერიუმი კი $2200 ივაჭრება, მატება როგორც ხედავთ 2.5-დან 3%-ის ფარგლებშია, კაპიტალიზაცია კი ამ ყველაფრის ფონზე ეთერიუმის 271 მილიარდი გვაქვს, ბიტკოინის კი $1.799 მილიარდი.
აქვე ლონდონის საფონდო ბირჟასაც უნდა გადავხედოთ, სადაც ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილი. საქართველოს ბანკს დღესაც პოზიტიური შედეგი ჰქონდა +1.31%, როგორც ხედავთ, ბოლო პერიოდში კომპანიას აქვს შესანიშნავი ფინანსური შედეგები. აგრეთვე გრძელდება TBC-ის აღმასვლაც, მატება არის 0.35%, ხოლო ბოლო პერიოდის სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ TBC-ის შეფასება ძალიან ახლოს არის რეკორდულ ნიშნულთან. ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც უნდა ვთქვათ ორივე სიტყვა, ამ შემთხვევაში დოლართან მიმართებით კურსი გვაქვს 2.78. ევროს გასული კურსი არის ზუსტად 3, ანუ აქ არის გაუფასურება ლარისა, ხოლო სტერლინგის გასული კურსი 3.58 და ბოლოს ორივე სიტყვა უნდა ვთქვათ ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზეც, რომელსაც Foresight Investment Group გვთავაზობს. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ახლა განათავსოთ ფონდში, ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობა წლიურად სტანდარტულად ამ ეტაპზე 8.5%-ია, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში სარგებელი აჭარბებს და ზოგჯერ აღწევს 10%-საც კი. ეს სარგებელი თქვენ გერიცხებათ წლიურ რეჟიმში, თუმცა თქვენ მას მიიღებთ ყოველდღიურად. მიღებული სარგებლის გატანა თქვენ შეგიძლიათ როგორც გითხარით ყოველდღიურად, ასევე თანხის მოცულობის გაზრდაც და შემცირებაც, ხოლო თავად Foresight Investment Group არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ, აი ესეთი ვითარება გვაქვს ჩვენ ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე საქმე საღამოს კი სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით ვაგრძელებთ. დღევანდელ საქმიან საღამოში ბევრს ვისაუბრებთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე და მის დაპირისპირებაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან, მოგეხსენებათ, უშინ გვიან ღამით თბილისის დროით ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მოკლედ ის წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან USAID-ის პროგრამების გარკვეული ნაწილი დაბლოკოს. ეს ეხება 2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამებს, რომლებიც სავარაუდოდ მაინც ისევე გაგრძელდება, როგორც ეს დაგეგმილი იყო დღეს. ამ თემაზე უფრო დეტალურად მოგიყვებით. ტრამპის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უკავშირდება სანქციებისა და ტარიფების ამოქმედებას სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოების, მათ შორის ჩინეთის წინააღმდეგაც. ამ ყველაფრის ფონზე ჩინეთის ეკონომიკა ცოტა არ იყოს და უცნაურ ვითარებაში, ამიტომაც დღეს მოგიყვებით თუ როგორ გეგმავს ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია ტარიფებთან განკლავებას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებას. ახლა კი საქმიან საღამოში მოგიყვებით ქართულ ბიზნესზე და მისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, მეღვინეობაზე. ბოლო წლებში მსოფლიოში სულ უფრო ნაკლებ ღვინოს ვამენ. ღვინის და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით, ღვინის წამყვანი მწარმოებელი ქვეყნები წელს 231 მილიონ ჰექტოლიტრ ღვინოს აწარმოებენ, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რომელიც 1961 წლის შემდეგ დაფიქსირდა. თუმცა იმ დროს, როცა გლობალურად ღვინის წარმოება მკვეთრად იკლებს, საქართველოში წარმოება რეკორდული ტემპით იზრდება. ექსპერტების შეფასებით, გასულ წელს ჩვენმა ქვეყანამ ღვინის წარმოება 27%-ით რეკორდულ მაჩვენებლამდე გაზარდა. მაშინ რა განაპირობებს ქართული ღვინის პოპულარობას და რატომ ვუსწრებთ გლობალურ ტრენდს? ქართული ღვინის ამბებს საქმიან საღამოში დღეს ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელთან გიორგი სამანიშვილთან მიმოიხილავთ. გიორგი, საღამოშიდობის დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით საღამოშიდობის. გიორგი, პირველ რიგში მინდა კითხოთ ზოგადად კულტურის ცვლილებაზე, რომელიც ალკოჰოლურ სასმელებთან მიმართებით იკვეთება მსოფლიოში. თუ შეგიძლიათ თქვენი მოსაზრება გაგვიზიარეთ იმის თაობაზე, თუ რატომ იცვლება ეს დინამიკა და რატომ ამბობენ ახალგაზრდა თაობები ალკოჰოლზე შედარებით მეტად და შედარებით ხშირად უარს. კი ბატონო, ზოგადად მარტო ახალგაზრდები არა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვინის მოხმარება მსოფლიოში ხლებულობს, თუმცა არც ისე კატასტროფულად, როგორც ბოლო წლებში მოხდა, ახლა სტატისტიკას თუ შევხედავთ, 2-3 წელია ძალიან მოიკლო მოხმარებამ, თუმცა მანამდე იყო 10-15 წლის წინ ზრდა იყო, ასე რომ ზოგადად მოხმარება ცირდება, თუმცა აქ მე მგონი საინტერესოა ორი მიმართულება რო ვთქვათ, ერთი ის რომ მოხმარება ძალიან იკლებს მეღვინეობის ტრადიციულ ქვეყნებში, სადაც მოხმარება ძალიან მაღალი იყო, თუმცა იზრდება იმ ქვეყნებში, სადაც ღვინის მოხმარება არ არსებობდა აქამდე და ეს ჩვეულებრივი გლობალიზაციის ნაწილი, ანუ კულტურთან მიმოცვლა ხდება და ღვინის კულტურა შედის იმ ბაზრებზეც, იმ ქვეყნებში, სადაც მანამდე ეს არ არსებობდა და როგორც თქვენ ახსენეთ, ახალგაზრდები ცოტა ნაკლებად სვამენ ღვინოს, ეს არის, თუმცა ალბათ გარკვეული ასაკიდან, გარკვეული შემოსავლებიდან ისინი მაინც იწყებენ ღვინის მოხმარებას, ასე რომ კლება არის, მაგრამ სტაბილურად, მაგრამ არც ისე დიდი. გიორგი, თქვენი შეფასებით ეს დროებითი მოვლენაა თუ გარკვეულწილად გაგრძელდება ეს ტრენდი ალკოჰოლთან მიმართებით? ღვინოზე თუ ვისაუბრებთ, მოხმარება ალბათ გაგრძელდება, შემცირება, თუმცა ძალიან სწრაფად არა და
ანუ მაინც დარჩება ღვინო. ზოგადად იაფასიან ღვინოზე შემცირდება ძალიან, თუმცა ეს ცოტა საინტერესო ღვინოებზე, უფრო ხარისხიან ღვინოებზე, ადგილწარმოშობის ღვინოებზე, რაღაც ისტორიის მქონე ღვინოებზე შენარჩუნდება მაინც და ალბათ შიში არ უნდა კონდეს უახლოესი 10 წლეულები ღვინის მოხმარება დარჩება მაინც ტრენდად. ბატონო გიორგი, თქვენი შეფასებით როგორ უნდა მოერგონ მწარმოებლები და მეღვინეები არსებულ ვითარებას და მათ შორის ცვალებად ტენდენციებს, თუნდაც მაგალითად ახალგაზრდების ქცევასთან დაკავშირებით? ხო, რაც ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, თუნდაც ის რომ ახალი ბაზრები ჩნდება, ეს ძალიან საინტერესოა და რა თქმა უნდა ვიმუშაოთ ტრადიციულ ბაზრებზე, იქ სადაც ღვინოს იცნობენ, მოიხმარენ, იქ უნდა შევიდეს ქართული ღვინო, მით უმეტესად ჩვენ ბოლო 100 წელი ჩამორჩენა გქონდა საბჭოთა კავშირის დამსახურებით და ამიტომ ხელახლა ვაცნობთ ამ ბაზრებზე ჩვენ ღვინოს, მაგრამ აი თქვათ ის ტენდენცია რომ ახალი ბაზრები ჩნდება, იქ სადაც ღვინო არ არსებობდა, ეხლა მოიხმარენ, იქ შეგვიძლია სხვა მწარმოებლებს დავასწროთ და ალბათ პირველი ეს უნდა გაითვალისწინოთ ჩვენმა მწარმოებლებმა, ახალი ბაზრები, თუნდაც მანამდე წარმოუდგენელი ბაზრები აუცილებლად უნდა ავითვისოთ. ახალგაზრდებს რაც შეეხება, აქ თუ გვაქვს რომ ეს საინტერესო არის ეს მიმართულება, რომ ახალგაზრდები ღვინოს ცოტა ნაკლებად მოიხმარენ, ან ტრადიციულ ქვეყნებში უფრო მეტად დიდ ქალაქებში, რადგან ეს არის მამების თაობის პროდუქტი და მოდაში არ არის, ასე ვთქვათ. თუმცა გამოჩნდა სხვა ტენდენცია, რომ მოიხმარენ ისეთ ღვინოებს, რომელსაც მამების თაობა არ მოიხმარა და მოიხმარდნენ და მაგალითად ნატურალური ღვინის მიმართულება თქვათ შამპანის მოხმარება ახალგაზრდებში შემცირებულია, მაგრამ ეგრეთ წოდებული პეტნატების მოხმარება გაიზარდა და მე მგონი ამას ქართველმა მწარმოებლებმა თავიდანვე აუღეს ალღო და ამ ბაზრებზე, ამ სეგმენტში ახალგაზრდების ცოტა ჰიპსტერულ მიმართულებაში საკმაოდ კარგად ვართ წარმოჩენილი ზოგადად ქართველი მეღვინეები. ასე და ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. ახალი ბაზრები, ყველა ბაზარი საინტერესოა და ყველა სეგმენტი საინტერესოა. ახალი ბაზრების ათვისება ახსენეთ და ამ მიმართულებით საინტერესოა თქვენი შეფასება სტრატეგიასთან დაკავშირებით. როგორ უნდა მოიქცნენ ქართველი მწარმოებლები, მათ შორის კომპანიები, ანუ მათ უნდა დაიწყონ თუ არა სიტყვაზე ვთქვათ უცხოეთში ჯერ კიდევ აუთვისებელ ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიები თუ არის ამ მიმართულებით საჭირო მაგალითად ჯერ სახელმწიფოს შესვლა, გარკვეულწილად ჩართულობა სახელმწიფოს მხრიდან და შემდეგ უკვე კომპანიების შესვლა ბაზარზე. იცით ეს დავაზუსტებდი უბრალოდ რომ ანუ სახელმწიფო იქნება ეს თუ ზოგადად კომპანიების გაერთიანება მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს ერთიანი სტრატეგია ქართული ღვინის პრომოციის და ჯერჯერობით ეს სტრატეგია შემუშავებულია და შეთანხმებულია კერძო სექტორთან ერთად თუმცა ახორციელებს სახელმწიფო ჩვენ შემთხვევაში მაგრამ არ არის აუცილებელი ამას სახელმწიფო აკეთებს ეს უნდა იყოს შეთანხმებული და ალბათ უნდა გავაგრძელოთ იმ სტრატეგიით რომელიც ეს არის თქო დარგში ის რომ თქო ჩამონათვალში არის ევროკავშირის ბაზარი ყველაზე დიდი ყველაზე ანუ ჯამში თუ ავიღებთ სოფლიო ღვინის მოხმარების ნახევარი აქტიურად აქ აუცილებლად უნდა ვიყოთ კარგად წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი ანუ ამერიკა როგორც ყველაზე დიდი ბაზარი მსოფლიოში ჩინეთი ერთ-ერთი მზარდი ბაზარი აზიის ბაზრები ანუ ის სტრატეგიული ბაზრები რაც შერჩეულია ჩემი პირადი აზრია რომ ძალიან სწორად არის შერჩეული თუმცა კომპანიებმა თვითონ უკვე დამოუკიდებლად ალბათ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით სადაც ხელი მიუწვდებათ უნდა იმუშაოთ ანუ ერთი მხრივ ერთიანი სტრატეგია რომ ქართული ღვინო იყოს კარგად წარმოჩენილი ამ ბაზრებზე და თვითონ კომპანიები უკვე სხვა ალტერნატიულ და თუნდაც ძალიან პატარა შეიძლება შედარებით ნაკლებად საინტერესო სხვებისთვის ბაზრებზე ყველა ბაზარზე უნდა ვიმუშაოთ გიორგი, აქვე მინდა კითხოთ წარმოების მხარეზე, რადგან სტატისტიკა, რომელიც ინტერვიუს დასაწყისში მოვუყვანე, პრინციპში აჩვენებს იმას, რომ ძირითად ბაზრებზე, მათ შორის საფრანგეთში მკვეთრად არის შემცირებული ღვინის წარმოება, რამაც, გამომდინარე საფრანგეთის მასშტაბებიდან აისახა გლობალურ წარმოებაზეც, მაგრამ საქართველოში ერთ-ერთი კვლევის თანახმად 27%-ით არის გაზრდილი წარმოება მხოლოდ წლიურ ჭრილში და ლამის რეკორდებთან გვაქვს საქმე. აი ეს თქვენი შეფასებით რითი აიხსნება? იმით, რომ ჩვენ შედარებით ღვინო გვაქვს და უფრო მეტმა ქვეყანამ გაგვიცნო თუ სხვა რაღაცა უფრო შიდა ბიზნეს პროცესებთან გვაქვს საქმე რომ მეღვინეობა და მეღვინეობის გაკეთება, მარნის გაკეთება უფრო მიმზიდველ ბიზნეს საქმიანობად ითვლება ქართველებისთვის. მოდი ცოტა უცნაური სტატისტიკა არის კი ბატონო ბოლო წლებში გამოჩნდა რომ ზოგადად წარმოება იკლებს ყველა ქვეყანაში განსაკუთრებით ევროპის დიდ ქვეყნებში სხვადასხვა მიზეზის გამო, თუმცა მან კლიმატური ეს ბოლო წლის კლიმატური პირობებიც მათ მოახდინა გავლენა, თუმცა ამ ფონზე საქართველოში ძალიან დიდი ზრდა ჰქონდა 27 ბრძანეთ ხოლმე, დაახლოებით ეს 20-25 მახსოვდა.
აქ ორი მიზეზი არის ჩემი აზრით. ერთი ის, რომ ბოლო წლებში ძალიან დიდი დახმარებები გაიცა ჩვენ ქვეყანაში ახალი ვენახების გაშენებაზე, ახალი მადლების აშენებაზე, რამაც გაზარდა წარმოება, თუმცა არ გაზარდა გაყიდვების შესაბამისად. ეს ჩემი აზრით კარგად დაგეგმილი არ იყო, იმიტომ რომ ეხლა გვაქვს ძალიან ბევრი საშუალო და მცირე კომპანია, რომელიც ღვინოს აწარმოებს, ნახები უკვე მოიარებაშია და ყურძენი აქვთ, ღვინო აქვთ, მაგრამ ისე კარგად ვერ ყიდიან, თუმცა ექსპორტი იზრდება, მაგრამ იზრდება ძალიან დიდი კომპანიებისთვის, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებაზე მუშაობენ. ამიტომ თქვათ ეს ზრდა არ არის პოზიტიური ჩემი აზრით, ცოტა დიდი ნახტომი არის და შეიძლება რაღაცების მოკლედ მოსაფიქრებელი არის, რომ ეს არ იყოს ამოვარდნილი წარმოება გაყიდვებთან შედარებით. ასევე ცოტა მგონია, რომ სტატისტიკაც არასწორი არის, ცოტა შეცდომები უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდ დახმარებებს გავცემთ იგივე სუბსიდიების სახით და სხვადასხვა მიმართულებით და შესაძლოა არის კომპანიები, რომლებიც იმაზე მეც ამუშავებენ ან შემთხვევაში აფორმებენ ვიდრე ფაქტობრივად ამუშავებენ, რომ მეტი დახმარება მიიღონ და მოკლედ სტატისტიკას ბოლომდე არ ვენდობოდი, ცოტა ძალიან გაზრდილად მეჩვენება ეს. გიორგი, აქვე ბოლო კითხვას დაგისვამთ, რამდენად ხედავთ ზოგადად იმ ტენდენციას, რომელზედაც ვისაუბრეთ, რაც არის მსოფლიოში, ზოგადად ახალგაზრდა თაობაში, მაგალითად, ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაზე, ეს საქართველოშიც ასეა თუ ჩვენ როგორც უფრო ალბათ ტრადიციული ქვეყანა, ღვინის ქვეყანა, უფრო სხვანაირად ვითარდებით. თუ მაინც გლობალიზაციამ თავისი შედეგი გამოიღო და აუყევით თუნდაც ევროპელების ტრენდს. გლობალიზაციამ და თქო თავისი ის გამოიღო, შედეგებს გავლენა აქვს, თავისთავად ცხადია, ზოგადად ალკოჰოლის მოხმარება მცირდება, ჯანმრთელი ცხოვრების წესი მეტად შემოდის. მან ბევრი რამ მიზეზი შეგვიძლია ვთქვათ, მაგალითად იგივე ის სუფრები, სადაც ღვინო მოიხმარება, ტრადიციული ოჯახური შეხვედრების საღამოები, ნაკლებად ხდება 21 საუკუნეში, უფრო მეტი არის ფასტ-ფუდი, ქუჩაში ჭამა, მარტო ადამიანები, რომლებიც ჭამენ, ასეთ ღვინოს არ მოიხმარენ. ასე რომ ამ შემთხვევაში მსოფლიოს ნაწილი ვართ, თუმცა არის მეორე ტენდენცია კიდე, ესეც მსოფლიო ტენდენცია პრინციპში, ის რომ იაფიანი ღვინოების მოხმარება მცირდება და იზრდება მაღალფასიანი სეგმენტი, შესაბამისად ჩვენთან ეკონომიკური პრობლემების გამო ის მოსახლეობა, განსაკუთრებით სოფლად მოსახლეობა, რომელიც ღვინოს უფრო მეტად უნდა მოიხმარდეს, გადავიდა სხვა უფრო იაფიან და იაფასიან სასმელებზე და თქვათ ლუდი, არაყი და ასე შემდეგ, რაც ამცირებს ღვინის მოხმარებას, ასე რომ ჯამში ჩვენთან ღვინის მოხმარება არ იზრდება და თქვათ განვითარებულ მეღვინეობის ქვეყნებთან შედარებით სამწუხაროდ ტენდენცია ნეგატიური გვაქვს ღვინის მოხმარების მხრიდან. გიორგი, დიდი მადლობა. შესაბამისად იზრდება მაღალ ალკოჰოლიანის მოხმარება და ეს არ არის ტენდენცია. დიდი მადლობა საინტერესო პასუხებისთვის, საინტერესო ინსაიტებისთვის. საქმე საღამოში დღეს ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი გვერდთვებოდა, რომელთანაც ქართულ და უცხოურ ღვინოზე არსებული მოთხოვნა და მისი თავისებურებები მიმოვიხილეთ. საქმე საღამო კი ამით არ დასრულებულა, გადაცემა ზუსტად 1 წუთში ახალი ამბების მოკლე კოლაჟის შემდეგ გავაგრძელებთ და მსოფლიოში მომხდარ ამბებს გაგაცნობთ. 2024 წლის მეოთხე კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10%-ით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით მეოთხე კვარტალში ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლები თითქმის 35%-ით შემცირდა, თუმცა პოლიტიკური რეკლამის გამო ჯამორგლება უფრო ნაკლებია. კომისიის ცნობით მაუწყებლების მიერ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებით მიღებულმა შემოსავალმა 9.800.000 ლარი შეადგინა. 2025 წლის 1 იანვრიდან 3 მარტის ჩათვლით საქართველოდან 27,500 ტონა კარტოფილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებაც $8 მილიონი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 39.5-ჯერ მეტია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კარტოფილის მცირე რაოდენობა 932 ტონა იყო ექსპორტირებული. ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ მხარი არ დაუჭირა დონალდ ტრამპის მოთხოვნას საგარეო დახმარების შეჩერების თაობაზე. სამი ლიბერალი მოსამართლის გარდა ამ გადაწყვეტილებას მხარი ჯონ რობერტსმა და ემი კონი ბარეტმა დაუჭირეს, რომელთაც ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ახსნა მოსთხოვეს. ამგვარად, დონალდ ტრამპის მიერ $2 მილიარდი მოცულობის საგარეო დახმარების შეჩერება, რომელიც უმეტესად USAID-ის მეშვეობით იმართებოდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. შეგახსენებთ, რომ საგარეო დახმარების გამოყოფა ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება
იყო, რომელიც დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ მიიღო. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მალევე გამოუჩნდნენ მოსარჩელეები, რომელთა შეფასებით დონალდ ტრამპს ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა კონსტიტუციით არ აქვს მინიჭებული. მოსარჩელე ორგანიზაციების შეფასებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ მსოფლიოში არაერთი კრიზისი შექმნა, ხოლო ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობა საგარეო დახმარებაზე იყო დამოკიდებული, საფრთხეში აღმოჩნდნენ. პირველად ამ საქმეზე გადაწყვეტილება ვაშინგტონის ფედერალური საოლქო სასამართლოს მოსამართლემ ამირ ალი მიიღო, როცა ხელისუფლების წარმომადგენლებს კონტრაქტებით გარანტირებული თანხების გადარიცხვა დაავალდებულა. მოსამართლის თქმით, ხელისუფლებამ არასაკმარისად და კონკრეტად თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ რეალურად ხელისუფლება მოსამართლის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა. აღნიშნულს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ მოსარჩელეები, რომელთაც მოსამართლეს გადაწყვეტილების აღსრულება მოთხოვეს, რაც მოხდა კიდეც. სასამართლოს მიერ დაზუსტებული საბოლოო ვადის ამოწურვამდე ტრამპის კაბინეტმა უზენაეს სასამართლოს მიმართა, რადგან მიაჩნდა, რომ მოსამართლემ მის ძალაუფლებას გადააჭარბა. საბოლოო ჯამში უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპისგან საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტის სამართლებრივი პროცესის ყველა რგოლი გაამტყუნა. სასამართლოს განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ათასობით ამერიკულ კომპანიას და ორგანიზაციას სამუშაოს შეწყვეტა დაავალდებულა, მაგრამ ფულის გადახდის შეწყვეტა იმ სამუშაოსთვის მოითხოვა, რომელიც უკვე შესრულებული იყო, ასე რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი უზენაეს სასამართლო დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გაიზიარებდა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გადახდებს მაინც ვერ შეაჩერებდა. ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომი დაძაბულობის ახალ ეტაპზე გადავიდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით ვაშინგტონმა პეკინის წინააღმდეგ ახალი ტარიფები დააწესა, რასაც რთულია მეგობრული აქტივ უწოდოთ. მართალია, ჩინეთის საპასუხო ნაბიჯი ჯერ არ არის გადადგმული, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აზიური დრაკონი პასუხს არ დააყოვნებს და ამერიკას ახალი სანქციებით გაახარებს. სანამ პრეზიდენტი სი ძინპინი ახალ განკარგულებას მოაწერს ხელს, მანამდე ჩინეთის საელჩომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თუ ამერიკას სავაჭრო ომი უნდა, ის ამას აუცილებლად მიიღებს და ჩინეთი უკან არ დაიხევს. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის გაუარესების მიუხედავად, მმართველი კომუნისტური მთავრობა მაინც აცხადებს, რომ მიმდინარე 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკა მინიმუმ 5%-ით გაიზრდება, რაც ამ ყველაფრის გათვალისწინებით საკმაოდ ამბიციური მიზანია. როგორ გეგმავს ჩინეთის მთავრობა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას? ამ კითხვაზე პასუხია სუბსიდიები. როგორც ვიცით, მომდევნო თვეში კომუნისტური პარტია ქვეყნის უდიდეს ბანკებში სულ მცირე 55 მილიარდი დოლარის ჩასხმას გეგმავს. ეკონომისტების ვარაუდით, ფინანსური სექტორისთვის გამოყოფილმა სრულმა ბუსტმა შესაძლოა 1 ტრილიონი იუანს, ანუ 140 მილიონ დოლარსაც კი მიაღწიოს. ამ თანხას ჩინეთის ფინანსთა სამინისტრო სავარაუდოდ სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვით მოიზიდავს. აქვე შეიძლება გაგვიჩნდეს შეკითხვა თუ რატომ სჭირდება მთავრობას სუბსიდიების გამოყოფა ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად. საქმე ისაა, რომ საერთაშორისო ინვესტორებმა ქვეყანაში თანხის დაბანდება უბრალოდ შეწყვეტეს. უფრო მეტიც, ახლა მათ კაპიტალი ქვეყნიდან გააქვთ, რაც უცხოური ინვესტიციების 99%-იან კლებას იწვევს. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, გასული 2024 წლის განმავლობაში ჩინეთში განხორციელებული წმინდა FDI-ის მოცულობამ 4,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, ანუ ინვესტიციების მოცულობამ ერთ წელიწადში 168 მილიარდი დოლარით იკლო. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნიდან იმაზე მეტი კაპიტალი გადის, ვიდრე შემოდის. ასეთი ცუდი შედეგი კი ჩინეთს 1990-იანი წლების შემდეგ არ ჰქონია, ანუ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რევოლუცია მოხდა. შედარებისთვის 2021 წელს ჩინეთში რეკორდული 344 მილიარდი დოლარის FDI განხორციელდა. ანუ ამ პერიოდთან შედარებით კლება 99%-ია. FDI-ის შემცირება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის უმნიშვნელოვანესი ჩინეთსა და დასავლეთ შორის გეოპოლიტიკური ურთიერთობის გაუარესებაა. ამასთან, დონალდ ტრამპი ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით შეზღუდვებს, ტარიფებსა და სანქციებს აანონსებს. ეს კი ინვესტორების განწყობაზე, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება. მათ განსაკუთრებით აშფოთებთ ტრამპის განცხადება, რომლითაც ის ბრიქსის წევრ სახელმწიფოებს 100%-იან სატარიფო რეჟიმს აუმოქმედებს. ეს კი რა თქმა უნდა, ჩინეთსაც მიემართება. გარდა ამისა, გათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩინეთის უძრავი ქონების სექტორი ფაქტობრივად კოლაფსის პირასაა. ორი უმსხვილესი სამშენებლო დეველოპერული კომპანია, Evergrande და Cartier Gandreri, გადახდის უნარონი არიან მათ მიერ ობლიგაციებზე დეფოლტის გამოცხადება კი უძრავი ქონების სექტორში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს. ინვესტორები შიშობენ, რომ უახლოეს მომავალში Country Gardens გაკოტრების გამოცხადება მოუწევს. ეს კი უძრავი ქონების სექტორში ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, რომელიც შემდგომ სავარაუდოდ ბანკებს და სხვა კომპანიებსაც შეიწირავს.
ამასთან ერთად, ქვეყანაში დეფლაცია ფიქსირდება და წინა წელთან შედარებით წარმოებელთა ფასების შემცირების მაჩვენებელი 2.3%-ში ადგენს, რაც ბოლო 15 წლის მინიმუმია. ინფლაციის ნეგატიური მაჩვენებლის დაფიქსირება იმის მაუწყებელია, რომ ქვეყნის მასშტაბით ქარხნების მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ფასები მცირდება, რაც ჩინეთის მსგავსი სახელმწიფოსათვის სასურველი მოცემულობა არ არის, რადგან ფასების შემცირება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას იწვევს. ჩინეთის მთავრობას კი მთლიანში და პროდუქტის 5%-იან წლიგურ ზრდაზე აქვს მოგეხსენებათ გათვლები. დეფლაციის გამაპირობებელ მიზეზებს შორის უმთავრესი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და ქვეყნის მასშტაბით გაძვირებული კრედიტია, რასაც განსაკუთრებით ართულებს იპოთეკურ სესხთან დაკავშირებით არსებული ვითარება და უძრავი ქონების სექტორში დაგროვილი რისკები. დეფლაციასთან ერთად ჩინეთში საწარმოო აქტივობის ინდექსი იგივე PMI ეცემა. წარმოების სექტორს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში ყველაზე დიდი 28%-იანი წილი უჭირავს. შესაბამისად, მისი შემცირება ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. თუ ამ ყველაფერს იმასაც დავუმატებთ, რომ ამერიკა და ევროკავშირი ჩინური ავტომობილების და სათადარიგო ნაწილების იმპორტის სრულად აკრძალვას გეგმავენ, მარტივად გავიგებთ, თუ რატომ აღარ სურთ ინვესტორებს ჩინეთში კაპიტალის დაბანდება და რატომ უწევს მთავრობას ქვეყნის ეკონომიკის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გადაწყვეტილება, რომელიც დონალდ ტრამპმა მიიღო მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მეორედ გახდა, უკავშირდება ისრაელის და ჰამასის მიერ მართულ ღაზის სექტორს შორის მიმდინარე დაპირისპირებას, რომლის ერთ-ერთ სამაგალითო გამოსვლად დონალდ ტრამპი მიიჩნევს ღაზის სექტორში ტერიტორიის გადაკეთებას და იქ ერთგვარი ოაზისის შექმნას, სადაც აღარ იცხოვრებენ ეთნიკური პალესტინელები, მაგრამ დასახლდებიან ადამიანები მთელი მსოფლიოდან და შეიქმნება ერთგვარი ეკონომიკური ტურისტული ფინანსური ოაზისი, ალბათ დაახლოებით იქეთი, რაც იქნება თუ კი შევაერთებთ ერთმანეთს სინგაპურს, ჰონგ-კონგს, შანხაის, დუბაის და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს რომ აქედან რო ავიღოთ ელემენტები, ალბათ რაღაც მსგავსი გამოვა. ამის თაობაზე დონალდ ტრამპმა AI-ით შექმნილი ვიდეოც კი გაავრცელა, სადაც მისი ოქროსგან დამზადებული ქანდაკება დგას მისი და ბენიამინ ნეთანიაჰუსი. ეს არ ვიცით ასე წარმოუდგენია თუ არა, მაგრამ ეს სხვა საკითხია, რადგან შანსი იმისა, რომ ასეთი რამ მოხდეს ღაზის სექტორში არის ძალიან მცირე. მცირე არის იმიტომ, რომ იქ 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს დაახლოებით და თუ კი უცურს ადამიანს ესეთი რამ გააგრძელოს, მაშინ ეს 2 მილიონი ადამიანი უნდა გადასახლდეს ამ ტერიტორიიდან და სავარაუდოდ სუმცირე როგორც დონალდ ტრამპმა თქვა, ამ ადამიანების მიმღებები, პირველი მიმღებები უნდა იყვნენ ქვეყნები, რომლებიც გარშემო არიან, ანუ არაბული სახელმწიფოები, მაგრამ არაბმა ლიდერებმა ღაზის აღდგენისთვის მიიღეს განსხვავებული გეგმა, რომელიც ეგრეთ წოდებული არაბული გეგმის სახელით არის ცნობილი, 53 მილიარდ დოლარად არის ის შეფასებული და ის ეწინააღმდეგება იმ იდეას, რომელიც აქვს დონალდ ტრამპს, რადგან თავი პოსტულატი მისი არის ის, რომ ღაზის სექტორი უნდა აღდგეს ისე, როგორც ის იყო და იქ ცხოვრები ადამიანებმა უნდა გააგრძელონ იქ ცხოვრება. საუბარია 2 მილიონ ადამიანზე, ანუ მათი გადასახლება არ მოხდება. თან გეგმა ითვალისწინებს 2030 წლისთვის ამის გაკეთებას, რისთვისაც პირველ რიგში დაახლოებით 50 მილიონი ტონა ნარჩენის გატანა იქნება აუცილებელი ამ ტერიტორიიდან, მოგვიანებით ინფრასტრუქტურის აშენება, პოლიტიკურად სისტემის ისე მოწყობა, რომ გრძელვადიან მშვიდობამ დაისადგუროს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს იდეა თუ კი არაბულ სახელმწიფოებს მოსწონთ, ის არ მოსწონს ისრაელს, შესაბამისად აქაც ერთგვარ პრობლემას ვაწყდებით, რადგან ამ ომის მეორე მხარე სწორედ ისრაელია და ისრაელს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც სწორედ ისრაელის პოზიციას იზიარებს ყველგან და ყოველთვის, რადგან ისრაელი ალბათ ნომერ 1 მოკავშირეა ამერიკის შეერთებული შტატებისა ქვეყნის გარეთ. შესაბამისად, ასე მარტივად ეს ამბავი არ გადაწყდება და მნიშვნელოვან ძვრებს ვიხილავთ ამ მიმართულებით სავარაუდოდ მომდევნო წლებში. ტრამპის საინტერესო გადაწყვეტილებებს შორის ერთ-ერთი უკავშირდება მის მიერ მიღებულ ბოლო გადაწყვეტილებას, რაც საერთო ჯამში გულისხმობს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტარიფის ამოქმედების გადავადებას ერთი თვით. ეს ტარიფი არის მიმართული საავტომობილო ინდუსტრიის წინააღმდეგ და როგორც ჩანს, საგამონაკლისო წესი არის დაშვებული და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ამერიკული კომპანიები ტარიფების გარეშე შეძლებენ ავტომობილების იმპორტირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში და შემდეგ მათ გაყიდვას. აქ საინტერესო არის ის მოცემულობა, რომ Ford-ის, General Motors-ისა და მათ შორის Stellantis-ის გრუპში შემავალი ამერიკული კომპანიებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა იყო მექსიკა, რომელზედაც არის დაწესებული 25%-იანი ტარიფები. ფაქტობრივად ყველა ამერიკული ავტომობილი, რომელიც ამერიკაში იყიდება, არის აწყობილი და წარმოებული მექსიკაში. შესაბამისად, მათ იმპორტზე 25%-იანი ტარიფი უნდა ამოქმედებულიყო, რაც რა თქმა უნდა, ავტომწარმოებელ კომპანიებს არ მოსწონდათ, ვინაიდან აქ საუბარი არის შედარებით ბიუჯეტურ და ხელმისაწვდომ ავტომობილებზე, შესაბამისად, მათი 25%-ით გაძვირება მომხმარებლისათვის იქნებოდა უბრალოდ მიუღებელი. აქ სავარაუდოდ ეს ყველაფერი
დაკავშირდება იმ ამბავს, რომ ავტომწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელები ცოტა ხნის წინ შეხვდნენ ტრამპს და მასთან ამ საკითხზე ისაუბრეს, სავარაუდოდ მათ სთხოვეს დონალდ ტრამპს, რომ ეს შეზღუდვა გადაალადოს მინიმუმ ცოტა ხნით მაინც და ამის შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ საერთოდაც საგამონაკლისო წესი ასევე დარჩეს ავტოინდუსტრიასთან მიმართებით, რადგანაც ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო სწორედ ამერიკული წარმოების განვითარება, შესაბამისად თუ კი ავტომწარმოებელი კომპანიები მაგალითად ამით ფინანსურ ზარალს მიიღებენ, ვის წაადგება ეს ტარიფები იქნება უბრალოდ გაუგებარი. თუმცა ამის კონტრარგუმენტი აქვს ტრამპს ასეთი და მისი თქმით, ყველა ამერიკულმა კომპანიამ წარმოება უნდა გადმოიტანოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანუ თუნდაც Ford-მა და General Motors-მა ავტომობილების აწყობა მექსიკაში და შეწყვიტონ, ქარხნები უნდა გადმოიტანონ ამერიკაში და ამით მარტივად აარიდონ თავი ტარიფებს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ტარიფთან მიმართებით უკავშირდება იმის, რომ როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, მან დააწესა 25%-იანი ტარიფი, რომლის საფასუხოდ სავარაუდოდ ის ქვეყნები დააწესებენ ტარიფს, მაგრამ თუ პირობითად კანადამ დაუწესა იგივე 25%-იანი ტარიფი, მაშინ როგორც დონალდ ტრამპი ამბობს, ამერიკა დამატებით 25%-იანი ტარიფს დააწესებს, ანუ ტარიფის მოცულობა იქნება 50%, ხო? შესაბამისად, ესეც არის კიდევ ერთი კითხვის ნიშანი, რომელიც მომდევნო პერიოდში გამოჩნდება. მოკლედ, ავტომობილებთან მიმართებით მთავარი ქვეყანა ალბათ მაინც არის ევროკავშირი, სადაც გერმანულ ინდუსტრიას მიყავს ყველაფერი გლობალურადაც კი, რადგან წამყვანი ავტომობილო ბრენდები სწორედ იქ არის დაფუძნებული, არაწამყვანის მათ შორის, რომლებიც განსაკუთრებით უყვართ ევროპაში, ხო, ბიუჯეტური, ძირითადად ფრანგული ან ასევე გერმანული ბრენდები. მაგრამ ეს სიახლე არ არის ამაზე, სიახლე არის ევროკავშირის შიგნით მიმდინარე ბიუროკრატიულ პროცესებზე, რადგან ევროპელ ბიუროკრატებს სურთ, რომ შიდაწვის ზრავის მქონე მანქანები აღარ დაასუბსიდირონ და მოკლედ საბოლოო ჯამში გადაერთონ ელექტრომობილების ინდუსტრიაზე, რომელმაც ბოლო წლებში დაამტკიცა ერთი რამ, რაც ფაქტია, რომ ფაქტობრივად არავის სურს ელექტრომობილების ყიდვა გარდა მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილისა, მაგრამ მიუხედავად ამისა და მიუხედავად დადასტურებული ეფექტისა ამ ყველაფრისა, რომ ყველა კომპანია გამოვიდა და თქვა, რომ ელექტრიფიკაციის გეგმა სულ მცირე დროებით არის გადადებული, რაც იდეაში ნიშნავს იმას, რომ ეს სავარაუდოდ დეკადებით არის გადადებული, მაგრამ ამას პირდაპირ ვერ იტყვენის საფონდო ბირჟაზე არსებული ვალდებულებების გამო, მოკლედ ევროკავშირი მაინც აგრძელებს ამას და აუქმებს ყველანაირ სუბსიდიას, შეღავათიან კრედიტს და ასე შემდეგ, შიდაწვის ზრავის მქონე ავტომობილებისთვის და გადაერთვება სრულად ელექტრომობილების განვითარებაზე, როგორც ვიცით, ბოლო 4 წლის განმავლობაში მსგავსი ტენდენცია ამერიკაშიც იყო, მაგრამ დონალდ ტრამპის მოსვლასთან ერთად ელექტრომობილებთან დაკავშირებით პროგრამები შეწყდა და ევროპაში საწინააღმდეგო ტენდენცია მიმდინარეობს, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს თუნდაც ინოვაციურობის კუთხით, თუნდაც რენტაბილურობის კუთხით, თუნდაც უნდა იხარჯებოდეს თუ არა ასეთ ტიპის არა კომერციულად მიმზიდველ გადაწყვეტილებებში ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფული. და თანაც ჩნდება შეკითხვა მასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ეფექტიანია ტექნოლოგია, თუ კი მის არსებობას სჭირდება სუბსიდიები. როგორც წესი, თავისუფალი ბაზრის პრინციპით ვიცით, რომ გრძელვადიანად სუბსიდიები არ უნდა სჭირდებოდეს კარგ ტექნოლოგიას. აქვე შიდაწვის ზრავებთან დაკავშირებით ერთი კარგი სასიხარულო სიახლე გვაქვს მოხმარებლებისთვის, დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლების აბსოლუტურ უმეტესობა სწორედ ასეთი ტიპის ან ჰიბრიდული ზრავების მქონე ავტომობილები ყავთ და ოპეკმა, რომელიც არის ნავთობ ექსპორტიორის სახელმწიფოების გაერთიანება, მიიღო გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში მთელი ერთწლიანი პაუზის შემდეგ და გადაწყვიტა ნავთობის მიწოდების გაზრდა. მომავალი თვიდან ამოქმედდება ეს, ასე ვთქვათ, ახალი გადაწყვეტილება და ბაზარს ყოველდღიურად ეტაპობრივად მიემატება 2,2 მილიონი ბარელი ნავთობი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ზოგადად სანავთობო ბაზრისათვის და ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო სავარაუდოდ ბაზარზე ნავთობი გაიაფთება, რაც საბოლოო ჯამში რამდენიმე კვირაში თუ თვეში აისახება ჩვეულებრივად საწვავის ფასებს, მათ შორის დიზელზე და მათ შორის ბენზინზე, რომელიც არის ხელმისაწვდომი ქართულ ბენზინგასამართ სადგურებში. თავად ამ გადაწყვეტილების, ასე ვთქვათ, ინიციატორი და პრინციპში დამტკიცებელიც არის, რა თქმა უნდა, საუდის არაბეთი, რომელიც არის ოპეკის ლიდერი და მუჰამედ ბინ სალმანი არის ის პიროვნება, რომელიც ოპეკს პირადად ხელმძღვანელობს. შესაბამისად, ბინ სალმანი როგორც ჩანს არის ტრამპთან თამაში ჩართული, ვინაიდან ტრამპმა, როდესაც კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა ასე ვთქვათ, უზრუნველყო, მაშინ მან თქვა შემდეგი წინადადება, რომ თუ კი ოპეკს სურს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, მან უბრალოდ უნდა გააიაფოს ნავთობი და თუ ნავთობი გაიაფდება, ამითი ომი ხვალვე დასრულდებაო. სავარაუდოდ სწორედ ტრამპის ზეწოლასთან გვაქვს საქმე და ამიტომაც ვხედავთ, რომ ოპეკი დგამს ამ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს და იღებს გადაწყვეტილებას, რომ გაზარდოს ნავთობის მიწოდება. აი ესეთი იყო 6 მარტის საქმიანი საღამო. ჩვენი გადაცემის დასრულების შემდეგ ელოდება თელარა გელანდიას საავტორო გადაცემა წერტილი. BMG-ის დილის ეთერს ხვალ ტრადიციულად საქმიანი დილა დაიწყებს, რომლის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა უყუროთ ქალების ნარატივს.
ხვალ დღის მთავარ ამბებს საქმის კურსი გაგაცნობთ, სამუშაო დღეს კი ტრადიციულად საქმიან საღამოში შევაჯამებთ. გამშვიდობის და დროებით. მომავალ შეხვედრამდე. საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი.